სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში გლეხებს შეხვდნენ. ისაუბრეს რთველი 2013-ზე გლეხების განცხადებით, ისინი კმაყოფილები არიან რთველის ორგანიზებით და ყურძნის ფასით. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟში, სარწყავი სისტემის მოწყობასა და ვაზის განახლებაში დახმარების პირობაც მიიღეს. ჩვენ შევაფასებთ შედეგებს თველის დასრულების შემდეგ, მაგრამ ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გვაქვს 100,000 ტონაზე მეტი ინდუსტრიულად გადამუშავებული ყურძენი, მე ვფიქრობ, რომ იმის საფუძველს გვაძლევს, რომ თველი წარმატებით ჩატარდა და თველი შედგა. ყველაზე მეტი კითხვა დაისვა იმაზე, რომ ვენახის გაშენება უნდა და როგორ დაგვეხმარებით დაფინანსებითო. ეს ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან დადებითი სიგნალია. უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული წელი. უპრეცედენტოდ რაოდენობით იქნა ჩაბარებული წელს ყურძენი ინდუსტრიაში დაახლოებით 92,000 ტონა მთელი ქვეყნის მასშტაბით და 84 კომპანია იღებდა მონაწილეობას პროცესში, იბარებდა ყურძენს და ფასიც იყო ასევე საკმაოდ კარგი. მეტაწლევანდელი რთველი როგორც ჩაიარა ისე სხვა წლებში. გვხდათ ჩავაბარეთ ყურძენი და მივიღეთ ანაზღაურება.